თუ რამე იყო გადარჩენილი ყინვისგან, ყველაფერი მოსვა. ქარიშხალი იყო, მარტო სიტყვა არ იყო. ქარიშხალი იყო. აი მაგადა რამოსავალი რომ მოხდეს. всё, მორჩა, აი აღარ არის ფაქტიურად. კვირტი დაუზიანდა, კვირტი რო აღარ არის, არაფერი არის რამე კიდე, აღარ არის. всё. გუშინ ღამით გორის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში ძლიერი სიტყვა იყო, რის შედეგადაც მოსავალი განადგურდა. სოფელი ზერტის მოსახლეობა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ძლიერი სიტყვის შედეგად მხოლოდ ვაშლის დაახლოებით 10% გადარჩა, სხვა ყველაფერი კი განადგურდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მოსავლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილები დასახმარებლად მთავრობას მიმართავენ. საღამოთი გუშინ იყო სიტყვა ძლიერი, საკმაოდ ძლიერი, რომელმაც დააზიანა სოფლის მეურნეობის ყველა სახის კულტურა. განსაკუთრებით ვაშლი, ასე კურკოვანი, ნიორი, ხახვი და ასე შემდეგ. თქვენი სახით ვთხოვთ, რომ იქნება რამე გახმარება გაუწიონ სოფლის მოსახლეობას, რომ ამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. განსაკუთრებით ლაპარაკია იმაზე, რომ გაუწიონ ანგარიში შხამბასალებისა და მინერალური სასუქების მიყიდვის მხრივ. აი სხვა რა უნდა გაუკეთო, აბა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაზიანდა, ძლიერად დაზიანდა. აი კონკრეტულად რამეს ხომ არ გამოყოფდით? რა უნდა გამოყუში, რომ არაფერი ცარიაღერები ყვა დარჩენილი, რა უნდა თქვა მაგაზინეთი. დაზიანებულია, განადგურებულია ყველაფერი. ხეხილისა და ფეხის მოსავალი თუ რაღაცა იყო ამოსული. აჰა, თვითონ გეუნებათ, შეხედეთ. ვაზისა ერთი ფოთოლი მანახოთ, თუ დარჩენილი არის ხო? აი თავად მოსახლეობა რას ამბობს ამის შესახებ? რა უნდა თქვა, გაჭირებული ხალხია და კიდე ეს უბედურება უნდა. მოსავალი აღარ აგზერთ. აი სადა რა მოსავალი? ეხლა სადები ვარ რო გახვიდეთ ცდილებში. ეხლა თუ გაგა სიტყვის ეხლა რო არის კაცო. ეხლა ეს ბაღიდან მოვიდო და გარგალი ხო საერთოდ აღარ არის. კაკალი ხო საერთოდ არ არის. ბალი აღარ არის. და ვაში და შეიძლება იყოს გადარჩენილი 10%. ეგეთ 10% არ წეგე, მაგრამ არც იქნება 10%. ხო. აი ესეთი მოხდა, ესეთი დაგვემართავნა. გავასხლეინეთ. მოვწამლეთ, გვარდირა შევიდან და აგვაღებინა ხელი. ესი არის ნაყოფს რას უნდა, სადღა ნაყოფი, არის ნაყოფი, აჰა, აი კან, ბოდლეში. ესე რა გვაშველება, რა ვიცი, დაბალი შეიძლება შვილები დავიხოთ. აღარაფერი აღარ აგვაგებთ. რა გავაკეთოთ? ვინ არის აბა დამხმარებიან რაღაცა მოვიდეს, აგვიხსენათ რომ აი ეს მოსავალი გაფუჭდა რაღაცა. შევწამლე მაინც იქნებ რამე გადარჩეს, მაგრამ დიდად არ ამგონია რამე გადარჩეს, ყველაფერი განადგურებული. აბსოლუტურად ყველაფერი. აი კონკრეტულად აუ ხილიდან და ვაშლი, მსხალი, ატამი, გლევ რაც არის ყველაფერი. ყველაფერი. დააზარალა? დააზარალა კი ამბობენ ძალიან. ძლიერი სიტყვა იყო. ძლიერი და ხანგრძლივი და აი ეგ ნარჩენები დღესაც კი რომელსაც შემორჩენილია, ისეთი ბევრი ხანგრძლივი იყო და ძლიერი სიტყვა ყოფილა კი. დაახლოებით როდის იყო ეს სიტყვა და რამდენ ხანს გაგრძელდა რა სიძლიერის იყო ამაზეც რომ ნუ დაახლოებით 8 საათზე საღამოსი. და გაგრძელდა ასე 10 წუთი. ძლიერი სიტყვა იყო? ძალიან ძლიერი. ძლიერი კი არა, ძალიან ძლიერი იყო. თანაც ხარი ახდა. ხანი და წიმა ერთდროულად მოვიდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი ყინვის შედეგად მოსავლის ნაწილი განადგურდა. ადგილობრივების თქმით, მეორე ნაწილი კი გუშინდელმა სიტყვამ სრულიად გაანადგურა. მოსახლეობა კი შემოსავლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.